მე აჭარიდან. თქვენ? ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები, სეუს სტუდენტები, ბავშვები, რომლებიც შევიკრიბეთ აქ იმის გასაპროტესტებლად, რომ სეუ არ უჭერს მხარს თავის სტუდენტს. ჩვენს რა თქმა უნდა დგას განან ოჯახები, მეგობრები, ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა აქ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვართ სეუს სტუდენტები და ვაპროტესტებთ ამ ირაკლის უკანა დაჭერას და იმას, რომ სეუ არანაირად არ უდგას გვერდში თავის სტუდენტს. სამართლის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, მეც და ირაკლის გამო ვართ ჩვენ ყველა ეხლა აქ მოსულები. ბევრი ვართ, ძალიან ბევრი ვართ, ვინც მხარს გვიჭერს ირაკლის უჭერს მხარს ჩვენთან ერთად დგას, თუმცა ამ დროის პერიოდში ვართ სადღაც 40-30 კაცი, ვინც აქტიურად ვენაცვლებთ ერთმანეთს. დილას სხვა მოდის, საღამოს სხვა მოდის, ვცდილობთ რომ მოუწესრიგდეთ, მოვიდეთ ისევ. თორე ისევ ვართ ძალიან ბევრი რა. 800-მდე ასევე ხელმოწერაც კი გქონდა, თუმცა რაღაც გჭირდებოდა უნივერსიტეტში ეს მხარდაჭერის მიზნით. არა, რომელიმე პარტიასთან არასდროს არ ვყოფილ ვარ დაკავშირებული და აი ეს პოზიცია რაც ახლა გამაჩნია, უბრალოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტის სოლიდარობის მიზნით. მეც ერთი მიზეზი ვერ ექნება ვერავის იმის, რომ აი სადღაც რომელიმე პარტიაში შეიძლება ნახონან დაკავშირებული ვიყო არანაირად. უბრალოდ ეს არის როგორც მოქალაქის პროტესტს გამოვთქვათ ამით, იმით რომ უსამართლოდ ხდება ეს ყველაფერი და არ შევაგვევებით უსამართლობას რა. სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის შეიცვალა პირობები შენობაში შესვლის პროტესტის პროცესში. პირველ რიგში ეგეც რო გითხრათ, რატომ გაქვთ სტატუსი შეჩერებული? უკავშირდება ეს თქვენ აკადემიურ მოსწრებას თუ ფინანსურ საკითხებს? ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, თუმცა აქ გარეთ ჩვენ ვინც ვართ დავაპროტესტებთ, ყველა არ ვართ შეჩერებულ სტატუსიანი ბავშვები, მაგრამ სოლიდარობის მიზნით აქ ვართ ყველა. ასევე ფინანსურადაა შეწყვეტილი, კი ბატონო, თუმცა აქამდე შეიძლებოდა როგორც უნივერსიტეტში შესვლა, ისე ლექციების ჩაბარება, ქულების დაწერა, თუმცა ეხა კალიდორშიც გაუშვებენ ბავშვს, რომ უბრალოდ შევიდეს და რამე გაარკვიოს. პირველ საერთოდ ჩამოგიტანეს დეკანატი, აქ ვარკვევთ სხვადასხვა რაღაცებს. მანამდე სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სტატუსი აქტიური არ მქონია, მაგრამ თავისუფლად შევძლივარ და არც არავის შეუმოწმებია. თან ამ ბავშვებს შევუერთდებოდი, მანამდე ჩვეულებრივად ვესწრებოდი სემინარებს, ლექციებს და თუ მიყვებოდი ბოლომდე ძალიან, ჩვეულებრივად შემეძლო რომ ჩამებარებინა, მაგრამ რაც ბავშვებს შემოვუერთდი, მერე პროტესტის ნიშნად აღარც სემინარებს ვესწრებოდი და აღარც ლექციებს, ამიტომ ძალიან ბევრი ბავშვი ვერ სწავლობს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ არ აქვს საშუალება. თუნდაც თუ სწავლობენ უნივერსიტეტში, იმის საშუალება არ აქვს, რომ რაღაცა ან წიგნი შეიძინონ, ან რაღაცა რაც ჭირდებათ ის შეიძინონ რა. ჩემს დამეს უფრო უნდა მიხედონ და იმას უფრო უნდა მიხედონ, რომ ახალმა თაობამ შეიძინოს ის განათლება და ისე განვითარდნენ, რომ იყოს შესაძლებელი მათთვისაც და იმისთვის, ვინც ვერ ახერხებს. და რა იმაზე ისაუბრონ, რომელი უნივერსიტეტი დაანგრიონ და რომელი შენობა ააშენონ, თუნდაც მაგაზე რა. ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი მე პირადად, ვინც მარტო იმის გამო ვერ სწავლობს უნივერსიტეტში, რომ რაღაცას თქვენი წიგს ვერ იყიდეს. წიგნის ყიდვაზეა ლაპარაკი. არ ვიცი რა. ამას უნდა მიხედონ ჩემი აზრით რა. ჩემს გარშემო მაგალითად აი ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ღამეებს ათენებს 24 საათი მუშაობს, რომ უნივერსიტეტის საფასური გადაიხადოს. ამას პლუს ბევრი რეგიონებიდან არიან ჩამოსულები, მათ შორის მეც და ქირის გადახდაც უწევთ და ჩემი აზრით ვეთანხმები, ჯობია რომ აი ბავშვების განათლებაზე იზრუნონ, ვიდრე აი თითქოს რაღაცეების მოწყობაზე და ამასაც ისედაც თავიანთი ჯიბეებისთვის აკეთებენ. ხო და
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ რექტორის მხრიდან იყო მზაობა შეხვედრის, მაგრამ სტუდენტებმა თვითონ აარიდეს თავი ამ შეხვედრას. ამაზეც როგორ გასწორებთ? რექტორის მხრიდან შეხვედრის მზაობა იყო, მას შემდეგ რაც ჩვენ აქ მოვედით და აუდიტორია დავიკავეთ და შემდეგ აქით გადმოვინაცვლეთ. მანამდე ჩვენ ვითხოვდით შეხვედრას, მაგრამ მისგან პასუხი არ ყოფილა. ეხლა რომ იყოს შესაძლებლობა რექტორთან შეხვედრის, თქვენ რამდენად ხედავთ საჭიროებას და მაგალითად რას მოითხოვდით სასწავლებლის რექტორისაგან, რომლის სტუდენტიც არის ირაკლი მიმინაშვილი? ეხლა რო იყოს იმის ცდილობა რომ შევხვდეთ ისევ, აი ამ კალიდორში შევხვდით ჩვენ წინაზე რექტორს, მაგრამ ანუ იმდენად აბსურდ რაღაცები ელაპარაკა, რომ ჩვენ პირადად ვერ ვხედავთ იმის მიზანს, რომ შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვითხოვდით, რომ თუნდაც SEO-ს გვერდზე დაეპოსტათ ერთი წერილის მსგავსი რამ, რაც ანუგაშებდა ირაკლის, დააფიქსირდნენ პოზიციას, რომ ისინი გვერდში უდგანან თუნდაც ნახევარი სტუდენტების და ლექტორების გვერდში დგომით. არ ვითხოვდით, რომ ეს პირადად ყოფილიყო ვინმესგან, ყოფილიყო ჩვენგან, მაგრამ ეს არ ყოფილა დღემდე არ არის ეს პოსტი გვერდზე. უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტი აბარებს და უნდა იცოდეს, რომ მარტო ლამაზი კედლები მარტო არ არის რა უნივერსიტეტი. უნდა მქონდეს იმის, რომ უნივერსიტეტი თუ დაგჭირდება, გვერდში დაგიდგება. იმიტომ რომ დღე და ღამე აქ ხარ სწავლობ, ამ კერაში სწავლობ რა და თუ უნივერსიტეტმა ვერ გადმოგცა ის, რომ მე შენ გვერდით ვიქნები, ელემენტარული იმის, რომ გვერდში დაგიდგე, არ ვიცი, ჩემს ვინც აქ აბარებს, იმათაც უნდა იცოდნენ, რომ ეს უნივერსიტეტი გვერდში დაუდგება, თუ საჭირო გახდა და უდანაშაულოდ დაიჭერან ადამიანს. ყველა ადამიანს უნდა იცოდეს ეს. და ეს უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც ადამიანი ჩააბარებს და თუ რამე გაუჭირდება, უნივერსიტეტი გვერდში დაუდგება. მე ამის თქვა შემიძლია პირადად. თქვენას ვფიქრობთ. მეც რატო არის მნიშვნელოვანი ეს? ანუ პირველ რიგში ჩემი აზრით ირაკლისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტია კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ვეთანხმებით აკოს, რომ ანუ უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ კედლები და უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. მე როცა აქ მოვდივარ, თავს უნდა ვგრძნობდე კომფორტულად, დაცულად და უნდა მქონდეს იმის იმედი, რომ გვერდში დამიდგებიან თუ რამე მსგავსი შემემთხვევა. ირაკლის პირადად ვეტყოდი, რომ მალე მორჩება ეს უაზრო რეჟიმი, მალე იქნება ჩვენთან ერთად, მას პირადად არ ვიცნობთ უმეტესობა, მაგრამ აუცილებლად გავიცნობთ, აუცილებლად უნივერსიტეტში ერთად ვიქნებით, აქ თუ არა სხვაგან და ვუსურვებ, რომ აი გაძლიერდეს, ხნით იყოს, კარგად იყოს, ყველა მის გვერდში ვართ რა. ძალიან მაგარი ბიჭია ირაკლი და ყველაფერი კარგად იქნება რა. იმედი მაქვს, რომ მე ყველა ერთად ვიზეიმებთ მის გამოსვლას. ზიას რაც შეეხება ძალიან ძლიერი ადამიანია, ქალია პირველ რიგში და აუცილებლად ექნება შედეგი მის ამ ქცევას რა და რა ვისურვებ, რომ მალე გარეთ ჯანმრთელად ჩვენთან ერთად იყოს რა. ჩვენ ვართ ხალხი და არ ვართ ცოტა რა. ეს ხალხი ძალიან გამწარებულები ვართ და თუ გონიათ რომ დავიღლებით, გავჩერდებით, რაღაც შევეგუებით, არ იქნება ესე. ჩვენთან ერთად განან მოხუცებით, ბებიები, დედები, უფროსი თაობა და აუცილებლად გამოიღებს ეს ყველაფერი შედეგს. ამიტომ ჯობია რომ რაღაც კომპრომისებზე წამოვიდნენ. როცა გესმის, რომ უსამშობლოებს გეძახიან მაგალითად, როგორია თქვენი რეაქცია? მეცინება. ანუ უსამშობლოები ჩვენ არ ვართ. ისინი არიან უსამშობლოები, იმიტომ რომ რუსული ცხოვრებით ცხოვრობენ. მე ძალიან ბრაზდები რა, აი, როგორ შეიძლება ვინმეს, ვინც ამ ბრძოლაში ბრძოლობს, უსამშობლო უწოდა, იმიტომ რომ რა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული რეჟიმი არ მოგვადგეს კარს. უკვე თითქმის მოგვადგა, მაგრამ ყველაფერს ვცდილობთ, რომ არ გამძვინვარდეს ეს პროცესები რა.
you.